ერთი ფეხი იქ ამაკ და იქ ცხოვრობ ჩათვალი 50% ეს არის დუბაი ჩათვალი მთლიანობაში ერთ დროს 53-60 წლის უკან აქ არაფერი არ იყო და ახლა არის დუბაის საოცრება და აი ამ პალმაზე პირველი, მეორე, მესამე ტოტი არის და აი ამ მესამე ტოტზე, მესამე, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. აბა მოგზავნით. როგორ მოგეწონება ჩვენი კაბინეტი? მოდი, რადგან ჩვენ დავიწყეთ და გვინდა ადამიანებს აინტერესებს და რა კაბინეტი მაქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა კაბინეტში მხედავენ ეს დღეს მაგალითად ერთი ოპელის ფასია, იმიტომ რომ ეს არის უშუალოდ ორიგინალი, რომელიც დუბაის შეიხის ოჯახის წევრებმა განსაკუთრებული საჩუქრებით არის დატვირთული თქვენი კაბინეტი. მოგწონს? ძალიან მაგარია. აი უყურეთ, ეს ყველაფერი არის, აი რო ვამბობთ, ორიგინალიო. აი ეს ხო იცი რატოა აქ? მე ვარ ვერძი. დიახ. და ესეც ვიღაცამ გამოფენაზე თუ დაბადების დღეზე დუბაიში საჩუქრად გადმომცა. ესეც იგივე ავტომობილია, ესეც ორიგინალია. ნუ რასაც ხედავთ აქ, ყველაფერი არის ორიგინალი. ახლა გაგიკვირდება ამას რა უნდა აქ. აი ეს არის ციხეში გაკეთებული პატიმრების მიერ. ახლა დღეს რო ადამიანს უთხრა, აი თქვათ, ეს გააკეთეო, ხო? აი ციხეში კი არა, გარეთ ამის გაკეთება გაუჭირდებათ, ამას რაღაც თავისი როგორი ორიგინალურია. ამას თავისი რაღაც დანიშნულება აქვს და არის ხელით გაკეთებული, ესეც ხელით გაკეთებულია, ესეც ხელით გაკეთებულია, აი ესეც ეს ყველაფერი არის, რასაც ხედავ აქ, ხელით გაკეთებული და ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. თავისი ისტორია და ეს ავტომობილები კიდე რაღაცნაირად სიმბოლურად მოპირკეთებულია, რა ვიცი, ბრილიანტის თვლებით ვითომ. მაგრამ თემატურია. კი, თან ორიგინალია, თან ავტომობილია და ესე შემდეგ. ეს არის ყველა, რასაც ხედავ ორიგინალები, როგორც კონიაკი, ულამაზესი და უდიდესი კოლექცია. ისე ვისკი, ეს არის ესაც ნაჩუქარია, დაბადების დღეზე თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე. აქ კიდევ ეს, რასაც ხედავ, ხო, ყველაფერი არის საჩუქარი. აი ეს ერთმა ახლა ვერ ვიტყვი აქ, ძალიან დიდმა თანამდებობის პირმა მაჩუქა. ნამდვილად და უსაყვარლესი მოდელი. ეს არის, აი, როგორ არის, იცი? აი, საჩუქარი რო ღირს რა, ადამიანს რო აჩუქოთ, ან არის საათი რა. ორმაგი დატვირთვა აქვს ესე იგი. კი, ძალიან მაგარი რამეა.